Lietuvas საჰაერო სივრცეს სავარაუდოდ ბელარუსის მხრიდან შემოფრენილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია. რის გამოც ვილნიუსის მოსახლეობას დაეგზავნა შეტყობინებები დაუყოვნებლივ გადასულიყო ბომბსაფრებში, ან მორიდებოდა ღია სივრცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით პროტოკოლის შესაბამისად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინეგე. ასევე გაიცა ბრძანება ქვეყნის პარლამენტიდან ევაკუაციის შესახებ. საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერდა ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა. საფრთხისგან ნეიტრალურად საქმეში ჩაერთო მოკავშირეთა ავიაცია. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს დილას ჩვენ მივიღეთ ბელარუსის შეარაღებული ძალებისგან შეტყობინება ლიეტუვის ტერიტორიის მისამართით დრონების შესაძლო გადაადგილებაზე. ანალოგიური ინფორმაცია მიიღეს ჩვენმა ლატვიელმა მეზობლებმაც, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაქცია. Аналогичная информация გავა ir. საგულისხმოა, რომ პარალელურად მოსკოვი და მინსკი მასშტაბურ ბირთვულ მანევრებს ატარებენ, რაც მოიცავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოსვლას სამხედრო სწავლებებს, რომლებშიც 140-ზე მეტი თვითმფრინავი, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტით აღჭურვილი 8 წყალქვეშა ნავი და 64,000 ჯარისკაცი მონაწილეობს. რუსული მხარის ცნობით ეს სწავლებები მიმართულია აგრესიის პირობებში ბირთვული ძალების მზადყოფნაში მოყვანისა და გამოყენების გამოსაცდელად. ბალტიისპირეთის სახელმწიფო ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების შეღწევის ფაქტები გახშირდა. როგორც მოგვიანებით გამოძიები დადგინდა, მათი უმეტესობა უკრაინის საკუთრება იყო, რომელთა სამიზნე რუსეთი იყო სინამდვილეში. თუმცა დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, რუსული ძალები რადიოელექტრული აპარატურის მეშვეობით ახერხებენ დრონებისთვის მარშრუტის შეცვლას, რის შედეგადაც მათი კოორდინაცია ირღვევა. მსგავსი რამ მოხდა ესტონეთში 19 მაისს, როდესაც რუმინულმა თვითმფრინავმა უკრაინული დრონი ჩამოაგდო. Wczoraj doszło do zestrzelenia na terytorium Estonii. გუშინ ესტონეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც უკრაინის მიერ იყო გაშვებული. რა თქმა უნდა, უკრაინამ სამიზნეები უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს, რათა არ შეუქმნას საფრთხე ნატოს ქვეყნების უსაფრთხოებას. ამას განიხილავენ ალიანსშიც. ეს საკითხი შესაძლოა გამოყენებული იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ პროპაგანდისტული მიზნები, ასევე ჰიბრიდული ომის გამწვავებისა და კონფლიქტის ესკალაციისთვის. სწორედ ამიტომ უკრაინა უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და ესმოდეს ამ ომში ტაქტიკური მიზნები. რაც შეეხება ლიეტუვას, ოპერაციის დასრულებას უნდა დაველოდოთ, რადგან მოკავშირეთა თვითმფრინავები და ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო თავდაცვის სისტემები ახლა მუშა მდგომარეობაშია. უპილოტო საფრენი აპარატების უკვე უკონტროლოდ გადაადგილების შემთხვევები განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ საფრთხე ექმნება ევროკავშირისა და ნატოს წევრ ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს. თემაზე საპასუხოდ წარსულში რუსეთის პრეზიდენტმა ტელეგრამის სოციალურ პლატფორმაზე, რომლის აკრძალვასაც მოსკოვი ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს, დიმიტრი მედვედევმა კვლავ შეუწყყოფელი ლექსიკით მოიხსენია ბალტიელი ლიდერები, ხოლო ნატოს ურჩია ამოქმედოს ალიანსის მეხუთე მუხლი, რამე თუ მისი მტკიცებით უკრაინა თავს ესხმის მის წევრ ქვეყნებს. ცოტა ხნის წინ გონებასუსტებმა ეგრეთ წოდებულმა ბალტიის ქვეყნებიდან მორიგ ჯერზე გამოირჩიეს თავი რუსოფობიურ ყეფაში. თავიდან ვიღაც ჰანკამ ესტონეთიდან განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ვიდრე